დღეს გადაცემა 12 წუთის სტუმარია ენრიკო ლეტა, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად IE უნივერსიტეტის დეკანი და ჟაკ დელორის ინსტიტუტის პრეზიდენტია. დიდი მადლობა ბატონო ენრიკო, რომ მოგწამთ. თქვენ ბრიუსელში იმიტომ ჩამოხვედით, რომ მინისტრებთან ერთად განიხილოთ ერთი ევროპა, ერთი ბაზრის სამოქმედო გეგმა, რომელიც თქვენ მიერ 2024 წელს დაწერილ საბაზისო ანგარიშს ეყრდნობა. მასში თქვენ აღწერეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ინტეგრაცია. 2 წლის შემდეგ როგორ აფასებთ ევროკავშირის მოქმედების ტემპს? რამდენად სწრაფად ასრულებს თქვენს მიერ გაწერილ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს? It is clear that we had a year 25 that was a very complicated one for many reasons. First reason was that ცხადია, რომ 2025 წელი ძალიან რთული გამოდგა მრავალი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის იყო, რომ ტრამპის მეორე ვადა არ გავდა პირველ ვადას. ასევე მიმაჩნია, რომ ევროპის დონეზე 2025 წელი რთული და გარდამავალი პერიოდი გახლდათ ორი ანგარიშის, ასევე დრაგის ანგარიშის შესრულების თვალსაზრისითაც. ეს უკვე ამჩნევ ტემპის აჩქარებას და ეს აჩქარება დაიწყო თებერვალში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ალდენ ბიზენში. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ აჩქარების პოლიტიკური მიზეზით ჩემი აზრით გრენლანდიის კრიზისს უკავშირდება. გრენლანდიის კრიზისმა უბიძგა ევროპელ ლიდერებს, რომ ეთქვათ, ახლა სერიოზულად უნდა განვახორციელოთ ეს ორი ანგარიში და ხელი მოვუკიდოთ ევროპის ერთიანი ბაზრის გაძლიერებას. For the European leaders to say now we have to be serious in applying the two reports, in implementing the two reports, and in trying to strengthen the European single market. საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ევროკავშირის პასუხს უფრო აგრესიული და ზოგიერთის აზრით უფრო არაპროგნოზირებადი დონალდ ტრამპის აქციაზე? I think some responses were absolutely, I would say, more than I expected. Trade, for instance. ჩემი აზრით ზოგიერთი საპასუხო ნაბიჯი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი. მაგალითად, ავიღოთ ვაჭრობა. 5 თვის განმავლობაში მივახციეთ შეთანხმებას ინდოეთთან, ინდონეზიასთან, ავსტრალიასთან, მექსიკასთან და მერკოსურის ქვეყნებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბევრად აღემატება ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და ეს ყველაფერი ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო მოხდა. რადგან აუცილებელი იყო მოქმედება. ზოგიერთ შემთხვევაში საპასუხო რეაქცია სრულად შეესაბამებოდა საფრთხის მასშტაბს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ პირველ რიგში ერთიანი ბაზრის გაძლიერება უნდა გამოვყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების უმცროსი ერთ დონეზე არ ვიმყოფებით, ის ჩვენზე დიდია. რეალური ეკონომიკის დონეზე ამერიკას ტოლს არ ვუძებთ. სოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 17% ჩვენ ვქნით, 25% კი ისინი. ეს ერთნაირი რანგია, მაგრამ ფინანსების სფეროში ჩვენი 17% საბაზო კაპიტალიზაციის კუთხით 11%-ზე დადის, მათი 25% კი 60%-ზე ადის. 71 კი აღარ არის ერთი რანგის. There 25% becomes 60% and 60 and 11 is not the same championship. ამ შედარებამ დანაზოგისა და ინვესტიციის კავშირი გამახსენდა. ინიციატივა, რომლის უკანაც როგორც ჩანს პოლიტიკური ნება დგას და რომელსაც თქვენც დაუჭირეთ მხარი თქვენს ანგარიშში. რამდენად სასწრაფოა ეს ინიციატივა მოცემული დისბალანსის პირობებში, რომელიც თქვენ აღწერეთ? The key point is related to the fact that თავი რაც ჩვენ გვჭირდება ახლა არის ინტეგრაცია და ევროპის ერთიანი ფინანსური ბაზრის შექმნა. მხოლოდ ეს არის მასშტაბის გდის საშუალება. თავი საკითხი ფინანსური ბაზრის გაფართოება, რადგან ჩვენ ძალიან პატარა ვართ ამერიკასთან შედარებით. ეს კი ინვესტიციებზე აისახება. ისინი ჩვენ ბევრად გჯობიან ინვესტიციების კუთხით. აშკარაა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია განვითარებადი კომპანიებისა და სტრატეგიული სექტორებისთვის, მაგრამ როგორ აუხსნით ევროპის მოქალაქეებს, რომ დანაზოგისა და ინვესტიციების კავშირის შექმნა, რაც ევროპის ფინანსური ბაზრის ინტეგრაციას ნიშნავს, მათთვისაც სასარგებლო იქნება? First, because we are the continent of savings and savers. We are top in that, but we use very badly our savings. პირველ რიგში იმით, რომ ჩვენი კონტინენტი დანაზოგისა და დამზოგველების ადგილია. ჩვენ საუკეთესონი ვართ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენს დანაზოგს არასწორად ვიყენებთ. ჩვენი დანაზოგი არ გვაძლევს ისეთ კარგ გამონაგებს, რისი მოცემაც შეუძლია და უნდა მოხდეს კიდეც. საქმე ისაა, რომ დანაზოგისა და ინვესტიციების ანგარიშებზე სპეციალური თანხის განთავსება, ანუ ევროპული სტანდარტის შესაძლებელი დანაზოგი სისტემის ამოქმედება, გაცილებით უკეთეს ამონაგებს მოიტანს, ვიდრე დღეს მოქმედი სისტემა იძლევა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ეს სისტემა რეალურ ეკონომიკაში ერთმანეთთან აკავშირებს დანაზოგებს და ინვესტიციებს. დღეს კი ძალიან სუსტია ეს კავშირი. შედეგად ამერიკა აშკარად იგებს ხელოვნური ინტელექტის მარათონს. როგორ? საჯარო და ფინანსებით? არა. კერძო კაპიტალითა და კერძო ინვესტიციებით, რასაც მათი ფინანსური ბაზარი მოწყობს ხელს. ამიტომ უნდა გავამჯობესოთ ეს ბაზარი და გამოვიყენოთ ინვესტიციების მიღების შესაძლებლობა ჩვენი საჭიროებების მიხედვით. ერთ დროს ამერიკელი მომხმარებელი ჩვენს მობილურ ტელეფონებს ყიდულობდნენ. დღეს გონია რომ ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ისე უნდა დავუბრუნდეთ იმ პერიოდში, როცა ევროპელები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულები ვიყავით. მაგრამ ამისთვის ინვესტიციები გვჭირდება, მათ შორის კერძო ინვესტიციები. Old, but we have to come back to this period.
in terms of being, as Europeans, good in innovation and tech, but we need this capacity of having investments and private investments. ასეთი პერსპექტივისთვის საჭიროა კაპიტალის, შესაძლებლობა, ლიკვიდურობა და ინვესტირება. ესპანეთის მთავრობა უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ერთიანი სესხის წახალისობას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში გააცნობიერონ, რომ ერთიანი ვალის აღებაა საჭირო ამ პრიორიტეტების დასაფინანსებლად. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ კრისტინ ლაგარდს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული ინიციატივაა და განხილვას იმსახურებს. ეთანხმებით მის. I like very much Carlos Cuerpo's proposal. I think it goes in the direction that is absolutely needed. მე ძალიან მომწონს კარლოს კუერპოს ინიციატივა. ჩემი აზრით, ის ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდის. წარმატების მთავარი საწინდარი ორი არხის ერთდროულად ამოქმედება. საჯარო და კერძო ფინანსებს გულისხმობ, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ აქცენტს მხოლოდ საჯარო სახსრებზე ვაკეთებთ. მუდამ აქცევდა დაპირისპირება ხელმომჭირნეებსა და სამხედროებს შორის. უნდა შევწყვიტოთ ეს სულელური ომი და მიმაჩნია, რომ კარლოს კუერპოს ინიციატივა სწორედ ამას ემსახურება. On the one hand and southerns we have to stop this totally crazy war, and I think Carlos Cuerpo's proposal goes exactly in that direction. თქვენ ახსენეთ დავა ხელმომჭირნეებთან, რომლებიც როგორც წესი ჩრდილოეთის სახელმწიფოებია. რომელთაც არ მოსწონთ ერთიანი სესხის აღების იდეა ისე, როგორც ეს მოსწონთ მაგალითად ესპანეთსა და საფრანგეთში. როგორ გგონიათ, საბოლოოდ ევროკავშირში გარდაუვალია მოქმედების პრინციპის შეცვლა. და გვეყოლება ისეთი ქვეყნების ჯგუფები, რომელთაც თამამი ნაბიჯების გადადგმა სურთ, ნაცვლად იმისა, რომ 27-მა სახელმწიფომ ერთსულ უნდათ იმოქმედოს. There's a problem of inertia. I like very much the E6, so this group of 6 members. ჩვენ ინერციის პრობლემა გვაქვს. მე ძალიან მომწონს ევროკავშირის დიდი 6-იანის იდეა, გულისხმობ 6 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ცდილობს ამ საკითხების ფინანსურ დონეზე აყვანას. იმიტომ მომწონს, რომ ეს ინერციის დაძლევის გზა. ბოლო წელიწადში ანგარიშის წარდგენიდან და მის შესრულებამდე პერიოდში დავინახე დიდი თანხმობა, აპლოდისმენტები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი ინერცია. A big consensus, applauses and so on, but inertia is the big enemy. როდესაც ინერციის დაძრებაზე საუბრობთ, იმას ხო არ გულისხმობთ, რომ ჩვენ ისეთი ევროკავშირისკენ მივდივართ, რომელიც ბლოკების საშუალებით იმუშავებს, რომ გვეყოლება ჯგუფები, რომლებიც ერთად იმოქმედებენ გარკვეული პოლიტიკის გატარების მიზნით. Europe is at 27 today, tomorrow it will be at 35, 36. The enlargement is a great perspective. ეს ევროკავშირი 27 წევრისგან შედგება. ხვალ ეს რიცხვი გაიზრდება 35 ან 36-მდე. გაფართოება ძალიან კარგი პერსპექტივაა. მე ამ იდეის დიდი გულშემატკივარი ვარ. ამიტომ მგონია, რომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. მაგრამ საკითხი ისე დგას, რომ აუცილებელია ავანგარდის შექმნა და მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ისტორია სწორედ ავანგარდზე დაფუძნებული. მაგალითად, ავიღოთ ევრო. ახსოვს ჩემს ქვეყანაში იტალიაში, ასევე საფრანგეთსა და გერმანიაში მოსახლეობის ნახევარი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან იშიშობდა, რომ ეროვნული ვალუტა თუ აღარ იქნებოდა, იდენტობას დაკარგავდა. ეს კი ევრო ძალიან წარმატებული პროექტია და ევროს წყალობით უფრო ძლიერი პოზიცია გვიკავია მსოფლიო ასპარეზზე, ხოლო ევროპელების 80% ბედნიერია ევროს გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იდენტობა არ დაგვიკარგავს. ისევ იტალიელები, ფრანგები, ესპანელები და გერმანელები ვართ და ევროს გვაქვს. იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ ენერგეტიკის, ურთიერთკავშირისა და ფინანსური ბაზრების სფეროშიც, რათა უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ ისე, რომ არც იდენტობა დავკარგოთ. Lose our identities. We are still Italians, French, Spanish, German. With the euro. So we can do the same on energy, on connectivity, on financial markets, being more competitive without losing our identities. თქვენ ევროპის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ახსენეთ, განსაკუთრებით საფრანგეთსა და იტალიაში. სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად გარდამტეხი არჩევნები უნდა ჩატარდეს მომავალ წელს. ხომ არ შიშობთ, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ანტიევროპული განწყობა თუ გნებავთ, ისევ დაბრუნდება პოლიტიკურ ავანსცენაზე. Sentiment of anti-European sentiment, if you like, is about to return to the political mainstream. National sovereignty today against European sovereignty. ეროვნული სუვერენიტეტის, ევროპული სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოყენება ყალბია. ის არ არსებობს. ეროვნულ სუვერენიტეტზე ყურადღების გამახვილება ნამდვილი საჩუქრია ამერიკელებისა და ჩინელებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადე გმართებს, რადგან ეროვნული სუვერენიტეტი არ იძლევა ფართო გასაქმეს. ამერიკელებისა და ჩინელებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევისთვის აუცილებელ ფართო ასპარეზს გვაძლევს ერთიანი ევროპული პლატფორმა. თავისუფლად შეგვიძლია ამის გაკეთება ისე, რომ ეროვნული იდენტობაც შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ ნამდვილი ბრძოლა არის გამართული ევროპული სუვერენიტეტისთვის. გასაკვირველია, როგორც ყველა მეც თვალს მივადევნებ მომავალ წელს არჩევნებს ევროპაში, არა მხოლოდ საფრანგეთსა და იტალიაში, არამედ პოლონეთში, საბერძნეთსა და ესპანეთშიც. ასე რომ მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ერთად მოქმედების მოსაზრება გაიმარჯვებს, რადგან ჩვენი კონკურენტები გიგანტები არიან. We have Poland, we have Greece, we have Spain, so it will be a very important year. But I am confident
that at the end of the day, this idea of doing things together because of our competitors are giants. და ბოლოს მინდა გაფართოების საკითხს დავუბრუნდე. თქვენ განაცხადეთ, რომ მისი მხარდამჭერი ხართ, მაგრამ ვიცით, რომ რამდენიმე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლებიც ადრე ეკონომიკის მამოძრავებელ ძრავად მიიჩნეოდნენ, სტაგნაციას განიცდის. არ გეშინიათ, რომ ამის გამო შესაძლებელია დასუსტეს ისეთი ქვეყნების მიღების პოლიტიკური ნება, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტიც გაცილებით ჩამორჩება ევროპული სახელმწიფოებისას და შესაძლოა გაფართოების ეკონომიკურმა შედეგებამ მოგვიანებით პრობლემები შექმნეს. And the question of the economic consequences of enlargement could come back to bite. I think that we have to separate. There are some countries that are, for me, absolutely ready to be in the Western Balkans. I don't see, frankly speaking, any. ჩემი აზრით, გარკვეული საკითხები უნდა გავუმჯნოთ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ქვეყანა სავსებით მზად არის ევროკავშირში შესასვლელად. გულწრფელად ხომ გითხრათ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავ. მათ არ აქვს დიდი ეკონომიკა, ამიტომ ევროპას არ გაუჭირდება მათი სწრაფად მიღება. თავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ გაფართოებისთვის აუცილებელია ინსტიტუციონალური ცვლილებები, რაც არ გავაკეთეთ 20 წლის წინ და ეს შეცდომა იყო. კერძოდ, გულისხმობ ვეტოს უფლების გაუქმებას საგარეო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, გულწრფელად ხომ თქვა, ის რაც უნგრელებმა გააკეთეს, სერიოზული ნიშანი იყო. უნგრელებმა დემოკრატიული წესით იმოქმედეს, მაგრამ კაფეოდ განაცხადეს, რომ თითოეული ქვეყანა ევროპის საკეთილდღეოდ უნდა იყოწოდეს და არა მისი ინტერესების წინააღმდეგ, რადგან ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მხოლოდ ძლიერ ევროპას უკავშირდება. ამერიკა და ჩინეთი ხუმრობა არ არის. ისინი ჩვენი კონკურენტები არიან და ეს უნდა გავაცნობიეროს. Of all our citizens is a destiny of, we say, prosperity only with a strong Europe. The US and China are not a joke. They are competitors and they are competitors against us. And we have to know it. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონო ენრიკო, რომ დარდაგვით მეც.